ქრისტემ დაგლოცოთ. სახელითა მამისად და ძისად და სული საწმინდისად. სულიერ ცხოვრებაში არსებობს მდგომარეობა, როდესაც ადამიანს მოეწყინება ხოლმე მოწყინების მდგომარეობაში, მოწყინების ცოდვაში ვარდება. გული უგრილდება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მის გარეგან რელიგიურ ცხოვრებაზეც აისახება, შინაგან მდგომარეობაზეც. მე მგონია მეტნაკლებად ჩვენ ყველას გამოგვიცდია ეს. ძალიან ტანჯველი გზნობაა განსაკუთრებულად ისეთი ადამიანისათვის, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ცხოვრებაში ყველაზე მთავარს, სულიერ ცხოვრებას. არადა სულიერი ცხოვრება წესით თუ ის სწორად მიმდინარეობს, შეუძლებელია ადამიანს ამგვარ, ანუ მოწყენილ მდგომარეობაში აგდებდეს, იმიტომ რომ სულიერი ცხოვრება გულისხმობს მუდამ განვითარებას. ეს არის შეუჩერებელი პროცესი, რომელიც სხვადასხვანაირად იწოდება, სხვადასხვანაირად ხდება მისი სახელდება. მაგალითად, პავლე მოციქული გვეუბნება, რომ უნდა წარმემატებოდეთ დიდებითი დიდებად. იქვე პავლე მოციქული გულმხურვალებას, სულის დუღარებას ახსენებს. უფალი ამბობს, რომ მე ვარ გზა, ესეც ნიშნავს მუდამ სვლას და განვითარებას. სინანული, რომელიც პროცესს აღნიშნავს მეტამორფოზის. პროცესს, რომელიც ქრისტესაკენ მიემართება. უფალი ამბობს ასევე, რომ გულგრილობა, ნელთბილობა, უпростоრად ნელთბილობას ახსენებს, ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ძალიან მძიმე სიტყვებს ამბობს, ამოგანთხევ ჩემი პირიდან ნელთბილობისა გამო. და მამებიც ესე გვასწავლია, რომ მოწყინება არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ძალიან მძიმე სენი ადამიანის სულის. თუმცა ჩვენ ამას ძალიან ხშირად ვაწყდებით. საკუთარ თავში მუდამ ვებრძვით და აი ჩვენი მამებიც, რომლებიც სტუმრად არიან დღეს ჩვენთან დამეთანხმებიან, ვისმენთ რა საუბრებს და ახსარებებს, თუ როგორი ხშირად ემართებათ ადამიანებს ეს. და როცა ადამიანი ამას ხედავს და აღიარებს, ეს ხო კარგია და ჩვენ ვაწყდებით ასევე იმ რეალობებს, როცა ადამიანები ამას ვერც კი აღიქვავენ ცოდვად, ვერც კი აღიარებენ, არც კი აღიარებენ და ნაყოფად ღებულობთ გულგრილ ქრისტიანებს, რომლებიც ნელ-ნელა გრილდებიან გარეგანი ეკლესიური ცხოვრების მიმართაც და საბოლოო ჯამში იშვიათად გამოჩნდებიან ხოლმე, ან საერთოდ იკარგებიან. და ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ამას იმდენად პერმანენტული ხასიათი აქვს, რომ მთელი ცხოვრება, რაც კი მთელი მათი ეკლესიური ცხოვრების პერიოდი, ყოველ შემთხვევაში, რაც ჩვენ ხშირად ვიცნობთ ხოლმე ამ ადამიანებს, ამ მდგომარეობაში იმყოფებიან და არაფერი არ იცვლება ამ ადამიანებში. მე ამას განკითხვით არ ვამბობ, ამას ვამბობ უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ და ვამბობ, რომ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ძალიან. და ჩემი მღვდლობის პირველი თვეებიდან, მალე 20 წელი შესრულდება და პირველი თვეებიდან მახსოვან ადამიანები, რომლებიც დღემდე არიან აი ეს ჩემთან როგორც თქვათ სასულიერო პირთან. და ამდენი ხნის განმავლობაში, აი ზოგიერთი მათგანი ახლა გაიელვა თავში ზოგიერთმა მათგან. ამდენი ხნის განმავლობაში ამგვარ მდგომარეობაში იმყოფებიან. გავიდა ცხოვრება. მიზეზები ამის რა არის? რა თქმა უნდა, მიზეზები თეორიულად შეგვიძლია უამრავი ჩამოვთვალოთ. და ჩვენ საუბრობთ და ადამიანები ისმენენ და ასეთებიც ისმენენ. მაგრამ თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის. და თუ ჩვენ ფიქრობთ, რომ ასეთ მდგომარეობაში არ ვიმყოფებით,
მაინც გვაქვს გამოცდილება მოწყენილობისა, როცა იწყება ხოლმე პერიოდული ჩავარდნები ჩვენ ცხოვრებაში, რამდენი ხნით ახლა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც ერთი დღე იყოს. აი ერთი დღე ვარ გულგრილი, მოწყენილი, ერთი დღე რაღაც ძლივს დავლას ლასებ როგორც ქრისტიანი, არა მაქვს სულის დუღარება, არა მაქვს სიხარული, არა მაქვს ბედნიერების განცდა, არა მაქვს მადლიერების გამოხატვის დიდი წყურვილი. ლოცვა მიჭირს, წირვაზე მოსვლა არ მიხარია. კი, ყველაფერს ვაიძუებ, მხოლოდ ერთი დღეა ძველი ჩვევები თავისას შვება და ინერციით გადამატარა ეს მოწყენილობის დღე. მაგრამ ხომ არის ის დღე? ხომ შეიძლება მე ამ დღეს ნელთბილ მდგომარეობაში ვარ რა გარდავიცვალე? ხო ვატარებ ამ დღეს მე ჯოჯოხეთს საკუთარ თავში. რა არის ჯოჯოხეთი? უღმერთობა არის ჯოჯოხეთი. ხო ვატარებ მე ამ უღმერთობას ჩემში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დროს ბრძოლის უნარს ვავლენთ, ჩვენ ამ დროს ამ შემთხვევაშიც, ამ დროსაც ჩვენ სულისათვის ბევრ სარგებელს ვნახულობთ. კიდევ ერთხელ შევხვდებით საკუთარ ჯოჯოხეთს. ეს ცუდი სულაც არ არის, გარკვეული გამოცდილებაზე ვამატებთ და ამასაც სწორად გამოყენების შემთხვევაში დიდი როლი აქვს ჩვენი სულიერი განვითარებისათვის. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ხო შეიძლება რომ ესეთი მდგომარეობა საერთოდ არ მოხდეს. რატომ ხდება? ამაზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ და რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი რაც უნდა კეთდებოდეს ეს ჩვენთვის ეს მებრძოლის მდგომარეობა, რომელზეც ხშირად ვსაუბრობ, ადამიანი არ უნდა უშვებდეს არც ერთ წამს ცხოვრებაში, რომ ბრძოლისათვის მზად არ იყოს. აი რას ნიშნავს თქვათ მონოზვნებს, რომ სქელი ქამარი აქვთ ხოლმე შემორტყმული, რომელიც სულთან უნდა ქონდეთ, ეს ძველი სიმბოლური სახეა იმისა, რომ საბრძოლოდ მუდამ მზად არის. წელნი მორტყმულნი და საბრძოლოდ მუდამ მზად არის. აი ამ ეს მზაობა, მოჭიმული სიმივით, როგორც ხშირად გვითხოვს თეოფანე დაყუდებული სიტყვები, ეს მზაობა უნდა მუდამ იყოს ჩვენში და თქო უნდა ეს არის ერთ-ერთი სწორედ მიზეზი იმისა, რომ ადამიანები თქვათ ამგვარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. მაგრამ ესეც ბრძოლაც არის მხოლოდ და მხოლოდ საშუალება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ მოწყენილობის სენი ჩემში არ შემოვიდეს. ეს არის მხოლოდ საშუალება, ბრძოლის უნარი მხოლოდ საშუალებაა, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას, რომ ეს არ დამემართოს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ეს იარაღი მე გამოვიყენო, შესაძლებლობა შესაბამისად მქონდეს იმისა, რომ მოწყენილობა ჩემში არ დაუშვა, მაგრამ რადგან ბრძოლის უნარი მხოლოდ საშუალება არის, ის თავისთავად არ არის გარანტია იმისა, რომ მე ეს არ დამემართება. ანუ შეიძლება ადამიანი მებრძოლი განწყობით იყოს, ძლიერი ნებისყოფით, ბრძოლის უნარით, ყველაფრის მკეთებელი რელიგიურ ცხოვრებას გულისხმობს და მაინც აღმოჩნდეს ამ მდგომარეობაში. და ვერ იგრძნოს, იმიტომ რომ გართული ბრძოლით, გართული გარეგანი ეკლესიური ცხოვრებით, გართული გარეგანი კეთილმოწესეობით, გართული ადამიანი როცა ერთობა ხო ვერ გრძნობს მოწყენილობას. ზოგი ერთობა ჭამასმით, ზოგი განცხრომით, მრუშობით, ზოგი ათასნაირი გამოგონებული სიამოვნებით, მათ შორის ნარკომანით, ზოგი ერთობა ხელოვნებით, ზოგი ერთობა მცნიერებით, ზოგი ერთობა სპორტით, ზოგი პოლიტიკით. არიან ადამიანები, რომლებიც ერთობიან დომინოს თამაშით, 1000 სერიალების ყურებით, ფილოსოფიით. მაგრამ ადამიანი შეიძლება გაერთოს რელიგიური ცხოვრებით და ვერ იგრძნოს მოწყენილობას გაექცეს გარეგანი რელიგიური ცხოვრებით. და ნუ გაგვიკვირდება, როცა ამგვარად ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ამის კლასიკური მაგალითი ჩვენ ყოველთვის თვალწინ გვაქვს ფარისევლობა. რა არის ფარისევლობა თუ არა ის, რომ ცხოვრება შეავსეს გარეგანი რელიგიური კეთილმოწესეობით და შეავსეს იმგვარად და იმდენად, რომ აღარ ცინანული ახსოვდათ, აღარ სიმდაბლე ახსოვდათ, ხო სიმდაბლე, აი ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, რომელიც არის გარანტია, რომ არ ჩავარდეთ მოწყენილობაში. აღარ სიმდაბლე ახსოვდათ, აღარც მოწყენილობა ახსოვდათ, რა მოაწყენდათ, იმდენი რამე ქონათ საკეთებელი. მადლიერებაც ქონდათ იმ გაგებით, რომ ხედავდნენ რა კარგები არიან სხვებთან შედარებით, გახსოვთ მეზვერისა და ფარისევლის იგავი.
მთელი მათი ცხოვრება ავსებულია, შევსებულია რელიგიური გარეგანი მოწესეობით, რელიგიური ცხოვრებით, რომელიც შეიძლება უფრო დახვეწილია, ვიდრე ვთქვათ, ხელოვნება, სპორტი, ვთქვათ, რაღაც გარეგანი საქმეები, პოლიტიკით მოღვაწეობა და ასე შემდეგ. უფრო მეტად დახვეწილია, უფრო მეტად რაღაც რაფინირებულია, უფრო მეტ სიბრძნეს იძლევა, უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა საკუთარი პიროვნული განვითარებისა, მაგრამ მეტი არაფერი დამთავრდა. და შედეგად რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ ფარისევლობამ, ანუ რელიგიურ ცხოვრებაში აღმოცენებულმა ამ საშინელებამ, რელიგიური ცხოვრება იყო რა მოწოდებული იმისათვის, რომ ქრისტე ეცნოთ, ქრისტე ვერ იცნეს. არათუ ვერ იცნეს. ხო შეიძლება ვერ იცნო და გვერდი აუარო? არა. კი გვერდი კი არა უარეს. ვერ იცნეს იგი როგორც განკაცებული ღმერთი, მაგრამ ძალიან კარგად იცნეს მათი სულის მოწინააღმდეგე რომ იყო. ამიტომ გვერდი კი არა უარეს, მიზან მიმართულად მოძებნეს და შეურაცხყოფით მოკლეს. ასე რომ აი ჩვენ რო ღამე მოვდივართ, გვიყვარს ღამის სახურება. თუ ჩვენ გონიერ ლოცვის სწავლას ვცდილობთ და ღამე წამოვდგებით და ვიღწვით, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ არანაირ გარანტიას ეს არ იძლევა. არანაირ გარანტიას ეს არ იძლევა. პირიქით, წმინდა ეგნატე ბრიანჩაუელის სიტყვები ხშირად მოგვიყვანია, რომ როგორ ბადებს გარეგანი რელიგიური ცხოვრება თავდაჯერებულობას. როცა ჩვენ გონიერ ლოცვაზე ვსაუბრობთ, გონიერი ლოცვა არ დაიყვანება ღამის გატეხვამდე და იესოს ლოცვის საათობით წარმოთქმამდე. ესეც გარეგანი მხარია. გონიერი ლოცვა არ დაიყვანება აქამდე. გონიერი ლოცვა ნიშნავს ღმერთთან პიროვნულ შეხვედრას და დანარჩენი ყველაფერი საშუალებაა. და მხოლოდ საშუალება. და უკვე მივადექეთ იმ საკითხს, როგორ შევხვდე მე ღმერთს პიროვნულად? იმიტომ რომ თუ მე ღმერთს შევხვდები პიროვნულად, თუ მე ღმერთთან პიროვნული შეხვედრისათვის სწორად ვმუშაობ, სწორად ვიღწვი, მაშინ რა თქმა უნდა მოწყენილობა არ დამემართება, როგორ შეიძლება მოწყენილობაში ჩავარდეს, რელიგიურ მოწყენილობაში ჩავარდეს ადამიანი, რომელიც ღმერთთან პირისპირ შეხვედრას ყოველ წამს ელოდება და რაღაცა პატარა გამოცდილება გაუკრთება ხოლმე ხანდახან გულის გულში სადღაც. და იცის ეს რა არის? რა არის ის, რითაც შენ შეიძლება ადამიანმა ღმერთი იცნო? იმიტომ რომ უფალი ხო სულ მუდამ რეკს ჩვენს გულში. ანუ ჩვენ ვერ ვცნობთ და კარებს ვერ უღებთ. რა არის ის, რითაც ჩვენ უნდა ვიცნოთ? მსგავსებით, მსგავსი ცნობს. რატომ ვერ იცნეს რელიგიურმა ფარისევლებმა ქრისტე? იმიტომ რომ მისი მსგავსნი არ იყვნენ. როგორ უნდა იცნო? მიმსგავსებით უნდა იცნო და უფალი გვასწავლის. ისწავლეთ ჩემგან, მშვიდ ვარ და მდაბალ გულით და მივადექით იმ თავარს, რითაც უნდა ვიცხოვროთ, რითაც უნდა გამსჭვალული უნდა იყოს ჩვენი რელიგიური ცხოვრება და რითაც ჩვენ შევძლებთ ვიცნოთ ქრისტე და რომელიც ანუ სიმდაბლე, სათნოება, ეს არის სათნოება, რომელიც თელ ჩვენ სულიერ ცხოვრებას გააკეთილშობილებს და დაგვიცავს იმ ხიბლისაგან, რომ გგონია რომ ხარ რაღაც და არაფერი არ ახარ. არაფერი არ ახარ. ეს არის სიმდაბლე. და მე ვიცი რომ რაც ახლა ვთქვი, არაფერს არ ნიშნავს. იმიტომ რომ თუ რაიმეს დიდი კითხვის ნიშანი შეიძლება დაუსვა, რომ ეს რა არისო? ეს არის სწორედ პირველ რიგში სიმდაბლე. რა არის სიმდაბლე? არც უნი აქვს, არც გემო აქვს, ვერც ხელს ვერ მოკიდებ, ვერც დაახასიათებ. წესით მთელი ჩვენი რელიგიური ცხოვრება ჩვენში სიმდაბლეს უნდა კვებავდეს და აღორძინებდეს, მაგრამ ხდება ხშირად ისე, რომ პირიქით რელიგიური ცხოვრება ბოლომდე თუ რამე ნასახი იყოს სიმდაბლისა, იმასაც ბოლომდე გააქრობს ხოლმე, თუ არასწორად მიუდგებით. ამიტომ ეს არის ისეთი რამ, რომელიც ძალიან ძნელად შესამჩნევი, მოსაპოვებელი, განუმარტებელი, ღმერთივით უხილავი, მაგრამ რომლის გარეშეც არაფერს აზრი არ აქვს.
ერთადერთი შეიძლება ვიფიქროთ, რომ რა არსებობს ისეთი, რომელიც ჩვენს არსებას, ჩვენს პიროვნებას მოტივირებულს გახდის, რომ სიმდაბლე ეძებოს და ვერ დაკმაყოფილდეს ვერაფრით, თუ სიმდაბლის რაღაც წანაზარდები შიგნით არ აღმოცენდება. ღმერთმა ყველაფერი გააკეთა, კაცმა რო თქვას იმისათვის, რომ ჩვენში ეს ამონაყარი სიმდაბლისა ნელ-ნელა მეტი და მეტი იყოს და ბოლოს დიდ ხედ აღიზარდოს და გაიზარდოს. ის დოგვის მარცვალივით პატარა, რომელიც მე დიდ მცენარად გაიზრდება. ყველაფერი გააკეთა ღმერთმა ამისათვის. მთელი ეს დიადი სამყარო, რომელიც გვამდაბლებს. ჩვენი უსუსურობა ამ სამყაროში, რომელიც კვლავ გვამდაბლებს. ჩვენი დაუცველობა, რომელიც გვამდაბლებს. ჩვენი ინტელექტუალური შეზღუდულობა, რომელიც გვამდაბლებს. კი, ჩვენ ვიცით, ამის საწინააღმდეგო გვარსებობს, იმიტომ არც სამყარო არ ამდაბლებს ადამიანს და ადამიანი იმ უგუნურობამდეც მიდის, რომ თავის ქალაში პატარა ამ კოლოფში მოთავსებულ ტვინს იმდენად დიდ შესაძლებლობებს, იმდენად დიდი შესაძლებლობების ქონია, რომ ყველაფერი იცის. ადამიანის უგუნურობა ზღვარი არ აქვს, მაგრამ წესით სამყარო გამდაბლებს. სიკვდილი, რომელთაც ჩვენ მოვკვდებით, ფიზიკური სიკვდილი გვამდაბლებს. ავადმყოფობა გვამდაბლებს. სამყაროში არსებული უსამართლობა, რომელიც მუდამ გადაივლის და გადმოივლის ხოლმე ჩვენს ქედზე, გვამდაბლებს. ზნეობრივი სიმაღლე, რომელიც უფალმა მოგვიტანა და დაგვანახა, როგორები უნდა ვიყოთ და ხედავთ რა ამას და მის ფონზე ჩვენს უზნეობას გვამდაბლებს. რელიგიურ ცხოვრებაში ღმერთის უცნობელობა, ღმერთი ვერ გავიცანით, გვამდაბლებს. ყველაფერი ეს გვამდაბლებს. თავარია ჩვენ დაუმდაბლდეთ. გვამდაბლებს, მაგრამ ჩვენ შეიძლება არ დაუმდაბლდეთ. გვამდაბლებს, რომ დაუმდაბლდეთ. როგორც კი დამდაბლდები, აღმოაჩენ, რომ ეს არის შენი ღმერთის გარეშე, შენი ბუნებრივი მდგომარეობა. და აი ამ სიმდაბლიდან ჩვენი რწმენა რა უცნაური რამეა. ჩვენ გვწამს, რა გვწამს? ჩვენ გვწამს, რომ ღმერთნი უნდა გავხდეთ. ეს არის ჩვენი სარწმუნოება, ხო? ღმერთი გახდა ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანი გახდა ღმერთი. ჩვენ გვწამს, რომ ღმერთნი უნდა გავხდეთ. და ამ დროს თუ დამდაბლდები, დაინახავ რაც ხარ. და ეს ანტინომიური წყვილი. რა ხარ? არაფერი რო არ ხარ. და ამ დროს ღმერთი რომ უნდა გახდე, აი ეს ბადებს, საუცხარ გულმხურვალებას, მოუკლებელ ლოცვას, სულის მდუღარებას, რომ არასოდეს არ ჩავარდები მოწყენილობაში, ხედავ რა ამ საოცარ უსასრულო დიაპაზონს, შენ არსებულ მდგომარეობასა და იმას შორის, რასაც შენ რწმენა გეუბნება, რომ ღმერთი უნდა გახდე. ზეციური მამის მსგავსი უნდა გახდე. მას უნდა დაემსგავსო. მის წიაღში მრავალი სავანეროა, იქ უნდა დამკვიდრდე. ამისათვის ქრისტეს უნდა დაემსგავსო, ამისათვის ქრისტეს ძმადადა უნდა გახდე. ღმერთივით სრულყოფილებას უნდა მიაღწიო, როგორც უფალი გვასწავლის. აი ეს წმენა გვეუბნება ამას და ასევე ჩვენ მდგომარეობა ხედავთ რა სიმდაბლიდან გამომდინარე, აი ეს კიდევ ვიმეორებ ანტინომიური წყვილი, შეუსაბამობა, აბსოლუტური შეუსაბამობა. ბადებს ჩვენში გულმხურვალებას, რომელიც არასოდეს არ მოგაწყენს, არასოდეს მოწყენილობაში არ გაგაგდებს და მუდამ იქნება ეს დუღილის პროცესი სადამდე, ვიდრე სასופველს არ დაიმკვიდრებ, ვიდრე ღმერთად არ იქცევ. მადლით, რა თქმა უნდა. სათქმელად იოლია. გასაკეთებლად
მკვდარ რელიგიურობაზე ბევრად იოლია, იმიტომ რომ მკვდარი სულიერი ცხოვრება არაფრის მომცემი არ არის და ადამიანი ცუდად არის, პარალიზებულია. ხოლო ის, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ძნელია, კი, მაგრამ გაცილებით იოლია, ვიდრე მკვდარი სულიერი ცხოვრება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, როცა თითქოს და შეუძლებელს ვაკეთებთ, ღმერთი არის ჩვენთან და თუ ჩვენთან არის ღმერთი, მაშინ რისი უნდა გვეშინოდეს? მაშინ მხნე უნდა ვიყოთ და გავძლიერდეთ. ჩვენ ხო ქრისტიანები ვართ, ჩვენ ხო განკაცებული ღმერთის ძმები, დები და მეგობრები ვართ. უფალი შეგვეწიოს ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ. მადლობა ჩემ სტუმარ მამებს, რომლებმაც გამამხნევეს თავისი მოსვლით.